რამოდენიმე თემას მინდა შევეხო მაინც, რომელიც ძალიან ესეთი აქტუალურია. დღეს ჩვენში მხედველობაში მაქვს ის ამბები, რაც რუსთაველის თეატრის გარშემო განვითარდა. მოკლედ რუსთაველის აკადემიურ თეატრში რუსთაველის ერთადერთი ნაწარმოები დაიდგა 21 საუკუნეში და ეს დადგა რობერტ სტურუამ. ეს მინდა გითხრათ, რომ ეს უკვე საქართველოს ისტორიაა. დიდი ასოებით ჩაწერილი. ეს მოგწონთ თქვენ თუ არ მოგწონთ, ამას ვერ წავშლით და პირველ რიგში რისი თქმა მინდოდა, რომ ესე ვთქვათ, ქართველებმა გვასწავლეს, როგორ უნდა დაუდგათ შექსპირი და როგორ უნდა ვითამაშოთ ფეხბურთიო. ესეთი რეცენზიები იწერებოდა ლონდონში, როდესაც რუსთაველის თეატრმა იქ რიჩარდ მესამე ჩაიტანა. და ეს იყო აღიარება უკვე, რა თქმა უნდა, ქართული სპორტისაც და ქართული კულტურისაც. ძალიან დიდი აღიარება. ეს კიდევ 80-იან წლებში მოხდა. რობიკოს მიმართო, რომ ძალიან მიყვარხარ, აი მთელი შენი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. რა ესეთი რო ხარ, იმიტომ რომ რა გითხრათ, უკვე ძეგლია სტურუა, ისეთივე ძეგლია, როგორც სამყაროში, საერთოდ დღევანდელ სამყაროში, თეატრალურ სამყაროში მით უმეტეს, როგორი წონისას და კალიბრისაც არის პიტერ ბრუკი მაგალითად რა. ეს ორი კაცი არის თეატრალური სამყაროს გურუები, მე თუ მკითხავთ და არა მარტო მე. ეხა პიტერ ბრუკთან რო გაყედებენ, იქ დანარჩენი ყველაფერი ბელეტრისტიკაა, რაც დღეს მის გარშემო იწერება, ხო? არ ვიცი, 90 წელს ვიტადებულმა რეჟისორმა კიდე ესეთი მეხი გახეთქოს საქართველოში, ამას არ ვიცი, ძალიან დიდი ნიჭი უნდა რა, ძალიან დიდი ნიჭი უნდა და შენ კიდე ერთი მეხი გახეთქე რობიკო ამ სიმღერაში და შედეგიც დადებულია, მინდა ყველას უთხრა რა. ესე იყო იმ თავიდან რობიკოს შემოქმედება, მე ძალიან კარგად მახსოვს დღეს რომ ესე ვთქვათ საშინელი ზეწოლის ქვეშ ამყოფებენ თუნდაც მსახიობებს, ხო? აი გოგოს, აი ქეთი სვანიძე არის მე მგონი გოგო და ლევან ხურცია, ეს მსახიობები ძალიან ღირებული და ძალიან ღირსეული, ესე ვთქვათ, ადამიანები. და ვერც ვერ წარმოვიდგინე, რომ ამ ადამიანებს ოჯახები ყავთ, ცოლები ყავთ, ქმრები ყავთ, შვილები ყავთ. და ესე, რა ვიცი, ეს ზუსტად მახსოვს რა, რომ დაიდგა, რა ქვია, რიჩარდ მესამე, ნანა ფაჩუაშვილზე იყო ატეხილი, ზუსტად ანალოგიურად ერთი და იგივე ამბავი რა და მახსოვს მაშინაც ვემეგობრებოდი ძალიან ტრისტან ყველაიძე იყო მისი მეუღლე და ისე ცუდად ხვდებოდი საერთოდ ტრისტანს რო ხვდებოდი ხოლმე ამ ყველაფრის მერე და რაღაცა თქვენ არ იცით რამდენად საერთოდ ესეთი ფაქტი რამდენად მძიმედ გადასატანია ოჯახის წევრების მხრიდან და შვილების მხრიდან, რა თქმა უნდა, შვილების მხრიდან, მაგრამ ფაქტია, რომ ყოველი რობიკოს სპექტაკლის მერე ერთი და იგივე რაღაცა ხდება. ფაქტი ერთია, ხო? და ისიც ფაქტია, რომ მისი სპექტაკლები არა მარტო საქართველოში, ხო? ეხლა უცბად გამახსენდა იგივე ლონდონში დადგმული მისი სპექტაკლები, არგენტინაში დადგმული, მოსკოვში დადგმული და სხვათა შორის ძალიან მაგარი, მე ვფიქრობ, რომ ალბათ ესეთი ჰამლეტი საერთოდ არ დადგმულა, ეს კოსტა რაიკინი რო თამაშობდა რა, რობიკოსთან ჰამლეტს და ეს არ იყო მარტო ის, რომ დაუშვათ რეჟისორი ჩამოვიდა და რაღაცა დადგა, ხო? მთელი მსოფლიო, მთელი
დედამიწის გარშემო პატიჟებდნენ ამ ადამიანს და ადგმევინებდნენ სპექტაკლებს და ეს რამდენად ღირებული ადამიანი გვყავს რა, რამდენად ღირებულია მისი თითოეული დადგმული სპექტაკლი და მისი როლი საერთოდ სოფლიო თეატრალურ სამყაროში. ასე რომ რაც გინდოდა რობიკო იმას მიაღწიე მოკლედ და დანარჩენი უკვე ვისაც მოწოს და ვისაც არ მოწოს და გაიარეთ, ხო? გავიაროთ ყველამ ერთად რა. მე მართალია დღეს სპექტაკლი არ მინახია, მაგრამ ის რასაც უყურებ, ხო, რაც არის ხა ამის გარშემო ატეხილი. ერთი აი მახსოვს, რომ საერთოდ საქართველოს თეატრალური ისტორია იწყება იმითი, რომ დაიდგა გიორგი ერისთავის გაყრა. 19 საუკუნეში ეს იყო პირველი სპექტაკლი, რომელიც საქართველოში დაიდგა. აი საქართველოს ისტორიაში ზუსტად ესეთი ის იქნება, რომ დაიდგა შოთა რუსთაველის თეატრში, რობიკო სტურვამ დადგა ვეფხვის ტყაოსანი. და ყველაფრით იქნება ეს, ამას რა მოყვა, როგორ მოყვა, რაღაცა მოყვა, ეს დღევანდელობაში ვართ ჩვენ, ხე გაჭედილები და აი აღარ ვიცით ვინ როგორ რა პროფესორული აზრი უნდა დავაფიქსიროთ ამის შესახებ, მაგრამ იმდენად პოლიტიზირებული არის დღეს, ესე ვთქვათ, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საქართველო, ხო, რომ ყველას რაღაცნაირად თავისი აზრის პროფესიონალური თუ პროფესორული აზრის დაფიქსირების სურვილი უჩნდება და ეს ძალიან კარგია, არ არის ეს ცუდი, მაგრამ ეს ყველაფერი ისტორიაა და ისტორიაში იწერება, ხო? და ერთი ძალიან მაგარი ის ნახე რა. ერთი ძალიან მაგარი სტატუსი ვნახე. მინდა თქვენც, ესე ვთქვათ, თქვენც გაგანდოთ ეს სტატუსი. მე გლახავ ვიყავ მისი ნეзвი, იგი იყო ჩემი ვაცი. კაცსა დასვრის უგულობა, დიაცა კი ბოზინაცი. ესეც გადა, რა ვიცი, აქედან გამომდინარე. თქვენ ვეფხვის ტყაოსანი თუ ქოცური ტექსტი გონიათ, ხო? ხო, ამას რუსთაველი ჯერ კიდე მე-12 საუკუნეში გვიწინასწარ მეტყველა ეს ამბავი და მოკლედ რაც მოხდა ის მოხდა რა. ეხლა ვეღარ შევცვლით ამას ვერც იქით და ვერც აქეთ. ფაქტი ის არის, რომ რუსთაველის თეატრში დაიდგა ვეფხვის ტყაოსანი და ეს ძალიან მაგარი რაღაცაა რა. ძალიან მაგარი არ შეიძლებოდა არ დადგმულიყო რუსთაველის თეატრში რუსთაველის ნაწარმოები. არ შეიძლებოდა ელემენტარულად და ეს უნდა დადგმულიყო ზუსტად რობიკოს მიერ და ეს მოხდა რა და ეს ისევე შევა ისტორიაში როგორც გიორგი ერისთავის გაყრა არის შესული და არაერთი ისტორიული სპექტაკლი საქართველოში, ხო? იგივე რობიკოს სპექტაკლები და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანებს ახლა ვინც ესეთი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ მსახიობებს ლევან ხურციას და ძირითადად ხო ამ მსახიობებზე იყო აქცენტი გაკეთებული და კეთი სვანიძეს მინდა აი ასი ბინძურისთვის აი რაღაც საშინელი ღვარძლისთვის რაც თქვენს მიმართ განვითარდა და დაიღვარა პირადად მოგიხადოთ მე ბოდიში იმიტომ რომ ესე იგი წარმოდგენა არა აქვს საერთოდ ამათ რა არის მსახიობის ოსტატობა და იქ გაწეული დრო, იქ გაწეული შრომა, რომ წდები შენ შვილებს, შენ ოჯახს და გადართული ხარ და მით უმეტეს მუშაობ რობიკოს სპექტაკლზე და აკეთებ იმას, რასაც ძალიან დიდი რეჟისორი გეუბნება. დიდი მადლობა ამისთვის, რომ ყველაფერს გაუძელით და გაუძლებთ კიდე 1000 წელიწადს, რა თქმა უნდა, ისევე როგორც გაუძლო ერთ დროს ჩემო უსაყვარლესმა ადამიანმა, ქალბატონმა ნანა ფაჩუაშვილმა.